მოგესალმებით, მე ვარ იანთაძე და თქვენ უყურებთ პოდკასტ ციტატა. პოდკასტის დღევანდელი ეპიზოდის ციტატა ასე ჟღერს: ჩვენ ვართ ის, რაზეც ვდუმვართ. ციტატის ავტორია მე-19 საუკუნეების მიჯნაზე მცხოვრები ამერიკელი მწერალი უილიამ ფოლკნერი. დღევანდელი ციტატა პირველ პირშია დაწერილი, მაგრამ თავიდან ვცდილობდი, რომ შინაარსი განმეზოგადებინა, რომ აი ადამიანი არის ის, რაზეც დუმს. მაგრამ ციტატის ასეთმა წაკითხვამ ჩიხამდე მიმიყვანა და სანამ ამ ჩიხის შინაარსს გაგიზიარებთ, შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ციტატა და შემომიერთდეთ აქ ამ პლატფორმაზე. დღევანდელ ციტატაზე ფიქრი ჩემი თავით დავიწყე, შემდეგ სხვებს გადავწვდი და ბოლოს ისევ საკუთარ თავთან დავბრუნდი. აი როგორ იყო ეს ამბავი. საკუთარ თავს ვეკითხები. აბა რა არის ჩემი დუმილის საფუძველი, როცა არ ვამბობ იმას, რისი თქმაც შეიძლებოდა, ან იქნებ მინდოდა კიდეც. დუმილის პირველი საფუძველი ადვილი ამოსაცნობია, არ ვაწყენინო სხვას, მით უმეტეს ჩემს ახლობელს. როცა ვხედავ, რომ ჩვენს აზრებს, ჩვენს დამოკიდებულებებს შორის დიდი აცდენა, როგორც წესი ვარჩევ, რომ გავჩუმდე. ეს მხოლოდ პოლიტიკას არ შეეხება, ეს ეხება ნებისმიერ თემას. ჩემი ხასიათი ბევრჯერ გამომიცდია. როცა ვიცი, რომ ადამიანს არ მოეწონება ის, რასაც ვფიქრობ და რაც შემიძლია რომ უთხრა, თითქმის ყოველთვის ვჩუმდები. და ამას სახელად ვარქმევ, რომ პატივს ვცემ მეორე ადამიანის არჩევანს. სხვათა შორის, ეს ყოველთვის უწყინარი დუმილი არ არის. ზოგჯერ ადამიანი შენგან ელოდება, რომ დიახაც შეეწინააღმდეგო, რაღაცა დაუმტკიცო, თავისი ეჭვები გაუბათილო და თუ ამას არ აკეთებ და თუ დუმხარ, ისევ შენზე რჩება ნაწყენი. მე ყოველთვის გამიწვლებია ასეთი მოლოდინი. მესმის, რომ ამ დროს ზოგჯერ დაუნდობლად გამოიყურები მეორე ადამიანის მიმართ, მაგრამ რა ვქნა, ჩემს ამ ხასიათს ვერაფერი მოუხერხე. ახლა დუმილის სხვა საფუძველზე ვილაპარაკებ. ჩარლზ ბუკოვსკის შესანიშნავი ფრაზა, ზოგჯერ იმისთვის, რომ ცხოვრება გააგრძელო, ძალიან უნდა გაბრაზდე. ხო და გამომიცდია ჩემი თავიც ასეთ შემთხვევებში, თუ ოდესმე ძალიან გავბრაზებულ ვარ, ეს ბრაზი როგორც წესი დუმილში გადამიტანია და სხვათა შორის კარგი თვისებაა, მე მგონი, იმიტომ რომ დუმილი ახშობს ბრაზს, ვერ ხარობს ბრაზი დუმილში და ნელ-ნელა განილევა ხოლმე. ბრაზით გამოკვებილმა დუმილმა შეიძლება ადამიანი პიროვნულად ძალიანაც გაზარდოს. ამაზე ჯერ კიდევ მაშინ მიფიქრია, როდესაც წავიკითხე ჰარუკი მურაკამის მოთხრობა დუმილი. მინდა რომ მოკლედ გიამბოთ ამ მოთხრობის შინაარსი, იმიტომ რომ პირდაპირ უკავშირდება დღევანდელ ციტატას. ამ მოთხრობაში ორი მოქმედი პირი არის, ოძავა და აოკი და ამბავს ყვება ერთ-ერთი მათგანი ოძავა. და ყვება იმის შემდეგ, რაც ეს ამბავი რომ მოხდა, ბევრი წელია უკვე გასული. თავიდან ეს ოძავა და აოკი პატარა ბიჭები იყვნენ და ერთ სკოლაში სწავლობდნენ. ოძავამ შემდეგ კრივზე დაიწყო სიარული, აოკი იყო ნამდვილი ტიპური ხუთოსანი, თან მხიარული, ყველას უყვარდა, ყველა პატივს სცემდა და მოკეთ ისე მოხდა, რომ ერთხელ ოძავას დაპირდნენ მშობლები რაღაც ისეთი ნივთის ყიდვას, რომელიც ძალიან უნდოდა. ოღონდ უთხრეს, რომ სკოლაში რომელიმე საკონტროლოში მაინც საუკეთესო ქულა უნდა აიღო და აი იმეცადინა თუ არ ვცდები ინგლისური იყო და მართლაც აჯობა აოკის, მიიღო ყველაზე მაღალი ქულა და აქ აღმოაჩინა, რომ აოკის დაებადა რაღაც ფარული აგრესია და შური მის მიმართ, რომ აი იმ საკონტროლოში მასზე უკეთესი ქულა აიღო. შემდეგ მათი ურთიერთობა დაიძაბა, მერე რაღაც სიტყვიერ კონფლიქტში გადაიზარდა და მოკლედ ბოლოს ისე მოხდა, რომ ოძავამ ხელი დაარტყა აოკის. ხომ გვახსოვს, რომ კრივზე დადიოდა, ძალიან ინანა მერე, მაგრამ უკვე გვიანი იყო. გავიდა წლები, აოკიმ ამ ხუთოსანმა ბიჭმა საერთოდ გააქრო ოძავა თავისივე ხედველობის არედან. აი სადაც ოძავა იყო, იქ იყო ჰაერი მისთვის და მეტი არაფერი. და ორივე დუმდა.
როდესაც სწავლის უფრო მაღალ საფეხურზე გადაინაცვლეს და სხვა სკოლაში გადავიდნენ, ისე მოხდა, რომ კაც ერთ კლასში აღმოჩნდნენ და ისევ წლები გადავიდა, ერთმანეთს არ იმჩნევდნენ. მაგრამ ისე მოხდა, რომ მათმა თანაკლასელმა ბიჭმა ყველასთვის მოულოდნელად თავი მოიკლა. და შეძრწუნებულმა ოძავამ აღმოაჩინა, რომ ამის შემდეგ თელმა სკოლამ აითვალწუნა ის. ბოლოს დირექციაში დაიბარეს და კითხეს, რომ შენ კრივზე დადიხარო? დიახო. იმ ბიჭსო თავი რომ მოიკლა, შეურაცხყოფას ხო არ აყენებდიო, ხომ არ ურტყამდიო. და აი აქ კი მიხვდა ოძავა, რომ ეს იყო აოკის შურისძიება მრავალი წლის შემდეგ. და რა თქმა უნდა, თქვა, რომ არაფერი მსგავსი არ ჩაოდენია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დიახაც აოკი მისულა დირექციასთან, უთქვამს, რომ ეგ კრივზე დადისო და ადრე მეც დამარტყავდა, ეხლა იმ ბიჭს ურტყამდა და ამცირებდაო და ამიტომაც მოიკლა თავიო. მოკლედ ძალიან გამწარდა ოძავა, მისი ცხოვრება დაემსგავსა რაღაც ტანჯვა საშინელ განსაცდელს, იმიტომ რომ ვეღარც სწავლობდა, ვეღარც კრივზე დადიოდა, ვეღარც ღამე ეძინა. აი ესე ბრაზში ცხოვრობდა და ფიქრობდა, რომ იქნება ხმა მოეღო და იქნება თანაკლასელებისთვის მაინც ეთქვა, რომ არაფერში დამნაშავე არ იყო. მაგრამ არა, ვერ ამბობდა ვერაფერს და აი ესე დუმდა და ცხოვრობდა აი ამ საშინელ განსაცდელში. მანამ სანამ ერთხელ შემთხვევით ტრანსპორტში, მგონი მეტრო იყო თუ არ მეცდება, მეშლება, აი ამ ოძავას და აოკის მზერა პირდაპირ არ შეეჩეხა ერთმანეთს და ოძავამ აოკის თვალებში ისეთი სიხარული, ისეთი გამარჯვების ყიჟინა დაინახა, რომ გაოგნდა, აი შურისძიება ეწერა თვალებში და ამ თვალებს რო უყურებდა, უცებ გაეხსნა გონება და უცებ მიხვდა რა საშინელებაა, როცა წლები გადის და ადამიანი ცხოვრობ შურისძიების წყურვილით და ერთი სული გაქვს, როდის გატანჯავ მეორე ადამიანს და როდის მიაყენებ იმაზე 10-ჯერ უფრო მეტ კილოს, ვიდრე მან მოგაყენა. და აი იმ წამს მიხვდა ოძავა, რომ არასდროს თავი ასეთ მდგომარეობაში აღარ უნდა ჩაიგდოს, არ უნდა იფიქროს შურისძიებაზე, ბრაზი გულში არ უნდა გაიჩეროს და არ უნდა დაკარგოს წლები იმაში, რომ ფაქტობრივად თავისი ცხოვრება გაატანოს აი ამ შურისძიების ვნებას რაღაცნაირს. და მე მურაკამი წერს, რომ ამის შემდეგო ოძავამ შეძლო, რომ დაწყნარდა, დამშვიდა და ცხოვრება გააგრძელა. თუმცა ეს ამბავი, დუმილით ტანჯვის და დუმილით გათავისუფლების ამბავი არასდროს დავიწყებია. ორი ადამიანის დუმილმა ერთი უცნაური პერფორმანსი გამახსენა, რომლის შესახებ ცირა ბარბაქაძის წერილში ამოვიკითხე ადრე წლების წინ, მაგრამ მეტყობა ეს ამბავი ისე ჩამჩა გონებაში, რომ ახლა მოვძებნე ის წერილი, მივაგენი და თავიდან წავიკითხე. მოკლედ ამბავი არის ესეთი, რომ 2012 წელს ნიუ-იორკში თანამედროვე მხატვრობის საგამოფენო დარბაზში გაიმართა პერფორმანსი, რომლის ავტორი იყო სერბი კონცეპტუალისტი მარინა აბრამოვიჩი. ახლა რა ხდებოდა აქ? საგამოფენო დარბაზის კვადრატულ სივრცეში იდგა ორი სკამი, ერთზე იჯდა მარინა აბრამოვიჩი, მეორე სკამი იყო თავისუფალი და ნებისმიერ სურვილს შეეძლო, რომ ამ სკამზე დამჯდარიყო და როდესაც მეორე სკამს ვინმე დაიკავებდა და იწყებოდა ორ ადამიანს შორის მზერის გაცვლა. ოღონ მდუმარედ იყო აბსოლუტური სიჩუმე, არავითარ სხვა ატრიბუტი არ არსებობდა, არსებობდა მხოლოდ ამ ორ ადამიანს შორის მზერა და დუმილი. და აი ამ ნიუ-იორკის გიჟურ რიტმს მიჩვეული ადამიანები თურმე დღების განმავლობაში რიგში იდგნენ იმისთვის, რომ აი იმ სკამამდე მიეღწიათ და უცხო ადამიანისთვის მზერა გაეცვალათ.
ეს პერფორმანსი გაგრძელებულა 3 თვის განმავლობაში, 716 საათი იმუშავა მარინა აბრამოვიჩმა და ათასობით ადამიანს ჩახედა თვალებში. და შემდეგ როგორც ის აჯამებდა ამ პერფორმანსს, რამეს ამბობდა, რომ აი მდუმარე ენერგიების გაცვლამო ადამიანები ჩემ თვალწინ შეცვალაო და მე ვხედავდი, ვგრძნობდი, რომ პერფორმერი ქრებოდა, ანუ მე ვქრებოდი და ადამიანები საკუთარ სახეს, საკუთარ თავს უყურებდნენ სარკეში და მე ვეღარ მხედავდნენო. და აი ამ დროს ზოგი იწყებდა ტირილს, ზოგი იწყებდა სიცილს, ზოგი ძალიან შფოთავდა, მაგრამ მე იქვე წყნარდებოდა. ახლა სხვა თვალით შევხედე მარინა აბრამოვიჩის ამ პერფორმანსს და ვიფიქრე, რომ სარკე არის ძალიან ზუსტი განმარტება, ზუსტი მიგნება, იმიტომ რომ შეუძლებელია ადამიანებმა ერთმანეთის დუმილი ამოიცნონ. აი საიდან უნდა ვიცოდე, რაზე დუმს თუნდაც ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი. როგორ ამოვიცნო დუმილით ვინმე სხვა, გნებავთ ახლობელი და გნებავთ უცხო. კი ზოგჯერ დუმილი აშიშვლებს ადამიანს, იმიტომ რომ როცა ირგვლივ დიდი უსამართლობა და ადამიანი ხმას არ იღებს, გასაგებია რომ ეშინია და სავარაუდოდ და ამიტომ არის ჩუმად, მაგრამ მის შესახებ ეს ბევრს არაფერს მეუბნება, იმიტომ რომ რა ვიცი როგორი სინდისის ქენჯნა აქვს, რა ვიცი რა აქვს რეალური მიზეზი იმისთვის, რომ ხმას არ იღებს. ამიტომ ასეთ დუმილს ნამდვილად ვერ განვასაზღვრინებ მეორე ადამიანს ჩემთვის. არ ვიცი, არაფერს ესეთი დუმილი ბევრს მეორე ადამიანზე არ მეუბნება. უილიამ ფოლკნერის დღევანდელი ციტატა თითქოს ადამიანის შეფასების კრიტერიუმს ცვლის. აი ახლა შენ ის კი არ ხარ, რასაც ამბობ, რასაც აკეთებ, არა, შენ ხარ ის, რაზეც დუმხარ, მაგრამ აი აქ არ უნდა დავიბნეთ. ციტატა არის პირველ პირში. ჩვენ ვართ ის, რაზეც დუმ ვართ და გამოდის, რომ დუმილი სხვა ადამიანის შეფასების კრიტერიუმი კი არ არის, მხოლოდ საკუთარი თავის. თუ სხვა ადამიანის შეფასებას დავიწყებთ მისი დუმილით, აუცილებლად რაღაც შეგვეშლება და თუ ჩვენ საკუთარი თავის შეფასებას დავიწყებთ დუმილით, ეს ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ზუსტად რაზე დუმ ვართ და ჩვენ ვიცით სად გადის ჩვენი პიროვნული საზღვარი. რისი გაზიარება შეგვიძლია სხვისთვის და რა არის ის, რასაც არასდროს სხვას არ გავუზიარებთ. ასე რომ ბოლოს ჩამოვყალიბდი, დუმილი მხოლოდ საკუთარი თავის საზომია და არა სხვა ადამიანების. ახლა ერთ ამბავს გაგიზიარებთ, რომელზეც 10 წლეულები ვდუმდი, ვწუხდი და ამბავს ვერავის ვერ ვუყვებოდი, თუმცა რა ვიცი როგორღაც ისე მოხდა, რამდენიმე წლის წინ ეს ამბავი ვუამბე ჩემს მეგობრებს, ცოლ-ქმარს, რომლებიც ამ ამბის მეორე პერსონაჟს პირადად იცნობდნენ. ჩემს ეზოში, სადაც მთელი ცხოვრება გავატარე, ბევრი ოჯახი ცხოვრობს და მათ შორის ცხოვრობდა ერთი ოჯახი, მერე გადავიდნენ სხვაგან საცხოვრებლად, 2 შვილი ყავდათ და უფროსი შვილი იყო განსაკუთრებით ნიჭიერი, საინტერესო, განათლებული უზომოდ, მაგრამ ძალიან უცნაური. მე ჯარში წაიყვანეს და როგორც მეზობლები ამბობდნენ, იქ რაღაც უბედურებას შეესწრო ისეთ საშინელებას, რომ ფსიქიკა დაერია და დროზე ადრე გამოუშვეს ჯარიდან, შემდეგ აქ მკურნალობდა, მაგრამ იმის გამო, რომ ნამდვილად ნიჭიერი და განათლებული ადამიანი იყო, ცხოვრებაში ადაპტაცია რაღაცნაირად მოახერხა მაინც. ხო და აი ძალიან ბევრი წელი იყო გასული, ეს ადამიანი აღარ მენახა და უცებ მირეკავს და მეუბნება, რომ ცუდად ვარო, მეოთხე სტადიის სიმსივნე მაქვს და მალე აღარ ვიქნებიო და მინდაო, რომ აი სიცოცხლის ბოლოს ჩემი მეგობრები ჩემთან სახლში შევკრიბო და ძალიან მინდა, რომ შენც იყო ამ დღეს ჩემთან ერთადო. გაუგნებული დავრჩი, რა ვიცი, ძალიან მოულოდნელი შეთავაზება იყო, თხოვნა იყო. მაძლევს მისამართს თავისი სახლის სადღაც ძალიან ღრმა პერიფერიაში თბილისის. ხო და ვერაფერი ვეღარ უთხარით ახმობის გარდა და კი მეთქი უთხარი მოვალ აუცილებლად, თუმცა
მაშინვე ვიცოდი, როცა ამას ვეუბნებოდი, რომ არ წავიდოდი, ვერ წავიდოდი და კი დავპირდი, მაგრამ ნამდვილად არ წავსულ ვარ. შიში იყო და უნდობლობა ამის მიზეზი, რომ არ წავედი, სხვა არაფერი. და ეს ამბავი ძალიან მაწუხებდა, იმიტომ რომ ვიცნობ ჩემს მეგობრებს, ხვებს, ნაცნობებს, რა ვიცი, რომლებიც ნამდვილად ესე არ მოიქცეოდნენ ჩემსავით და ყველა შესაძლო ვერსიას შორის ყველაზე უარესს არ ამოარჩევდნენ. მაგრამ კიდევ აქვს რაღაც ნიუანსები ამ ამბავს, რომელიც მთელი წლების განმავლობაში მართლა ძალიან მაწუხებდა. ეხლა აღარ გავყვები ამ ნიუანსებს, ხო და აი ვამბე ეს ამბავი ჯერ ჩემ მეგობრებს და ეხლა თქვენც ყველას გიამბეთ. და არ ვიცი ამით ჩემს ცხოვრებაში რა შეიცვალა, რა შეიცვლება, ან ჩემს დამოკიდებულებას შიშების მიმართ რამე თუ ეშველება, არ ვიცი, არ მგონია. ან თუ შეიცვლება რამე სამყაროს და ადამიანების მიმართ ჩემ დამოკიდებულებაში, ან თუნდაც საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულებაში. დღეს ამ უპასუხო კითხვებით დაგემშვიდობებით, შეგხვდებით ხვალ, მანამდე კი შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ციტატა, შეგახსენებთ და გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ციტატა და დიდი მადლობა ყველას, ვინც უკვე ჩემთან